საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძისა და უშანგი ხუმას ნამუშევრების გამოფენა ვიქტორია გაიმართა. მხატვრების პროექტი ერთმანეთისგან როგორც კონცეფციით, ისე მკვეთრად გამოხატული ხელწერით განსხვავდებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50 ტილო, რომლებიც ერთმანეთისგან მაღალ მხატვრული ღირებულებებითა და თვითმყოფადობით გამოირჩეოდა. რადიკალურად განსხვავებული თემატიკის წარმოსაჩენად მხატვრებმა საკუთარი პროექტი ერთდროულად წარუდგინეს დამთვალიერებელს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დამთვალიერებელს 5 მაისამდე უმასპინძლებს. ეს არ არის ცალკე ფერწერული ნამუშევრების ერთად, შედის არის უფრო კონცეპტუალური ფერწერა, რატო? იმიტომ რომ არის კონკრეტული თემა და არის კონკრეტული მესიჯები, რომელიც დევს აი რაღაც ნამუშევრებში, რომელიც აიფიქრა. თემა არის თბილისის იპოდრომი 90-91 წლების. ეს პერიოდია, როდესაც რაღაცა მთელი საქართველო შეიცვალა. მე ამ დროს ვიყავ იპოდრომზე ეს წლები, თქვენი ყავდა და ამასთან დაკავშირებით არის ეს გამოფენა. გამოფენას შესრულებულია სტილოზე, აკრილით და პიგმენტით. 13 ნამუშევარია და არის ზეთი და ტილო რა შესრულებული. ეს ტილოების ზომებიც რაღაც სპონტანურად რაღაც გადავწყვიტე, რომ შეიძლება უფრო დიდი ტილოები გამეკეთებინა, უბრალოდ ეხლა ვფიქრობ, მეთქი ნეტა დიდი ტილოები ქონოდა.